ახლა ივანიშვილი მგონი დირექტორებს ხელოვნური ინტელექტისგან იღებს. ანუ ChatGPT-ს ვკითხეს შემდეგი კითხვა. რა ნარატივი უნდა შევქმნა ქვეყანაში, როგორც მმართველმა იმისათვის, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო, რაც შეიძლება დიდხანს. და ძალიან გთხოვთ, აი ბოლომდე მოусმინოთ ხელოვნური ინტელექტის ამ პასუხს. თქვენი ნარატივები უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმურობაზე, სტაბილურობაზე, პროგრესზე და გარე საფრთხეებზე. პირველი, ლეგიტიმურობა და ბედისწერა. ჩემს გარეშე ქაოსი იქნება. შექმნით საზოგადოებაში განცდა, რომ თქვენი მმართველობა სიმშვიდეს და კეთილდღეობას ნიშნავს, ხოლო ნებისმიერი ალტერნატივა არასტაბილურობას. მეორე, სტაბილურობა და უსაფრთხოება. მტერი მუდამ ჩვენს კართან დგას. საზოგადოება მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს. გაუსვით ხაზი გარე და შიდა საფრთხეებს, რეალურს ან გადაჭარბებულს. რათა გაამართლოთ ძლიერი მმართველობა და ოპოზიციის წინააღმდეგ მკაცრი ზომები. მხოლოდ მე შემიძლია მშვიდობის გარანტია. შექმნით განცდა, რომ თქვენი ლიდერობა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მესამე, ეკონომიკური პროგრესი და განვითარება. რეფორმების სწორ ტემპში მიმდინარეობს. რადიკალური ცვლილებებისგან თავის ასარიდებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაარწმუნოთ ხალხს, რომ თქვენი მეთოდური რეფორმები საუკეთესო გზაა. ეროვნული იდენტობა და პატრიოტიზმი. ჩვენ უნიკალური და განსაკუთრებული ერი ვართ. გააძლიერეთ ეროვნული სიამაყე და ერთიანობა. წარმოაჩინეთ თავი როგორც კულტურისა და ტრადიციების დამცველი. უცხოური ძალები ჩვენს დასუსტებას ცდილობენ. წარმოაჩინეთ კრიტიკოსები, როგორც შიდა, ისევე გარე, მტრების გავლენის ქვეშ მყოფ პირებად, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს ემუქრებიან. მეხუთე. კონტროლირებული ოპოზიცია და დისიდენტების მართვა. მე დემოკრატიას ვცნობ, მაგრამ გონივრულ ფარგლებში. დაუშვით გარკვეული კონტროლირებადი ოპოზიცია, რათა შეინარჩუნოთ პლურალიზმის ილუზია, მაგრამ რეალური ძალაუფლება თქვენ ხელში შეინარჩუნოთ. ამბუხებულები არ არიან რეფორმატორები, ისინი მოღალატეები არიან. დემონიზაცია გაუწიეთ რადიკალურ ოპოზიციას, ხოლო ზომიერი ოპოზიცია შეიყვანეთ თქვენი სისტემის ფარგლებში. მეექვსე, ხანგრძლივი მმართველობის გამართლება. ხელისუფლების სწრაფი ცვლილება საშიშია. დაარწმუნოთ საზოგადოება, რომ ხელისუფლების შეცვლა ძალიან მალე ქვეყნისთვის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მეშვიდე, პიროვნული მითოსი და ხიბლი. მე ქვეყნისთვის მსხვერპლი გავიღე. შექმნით იმიჯი, რომ პირადად თქვენ ბევრი გაწირეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ხო, დასკვნებით თქვენთვის მომინდი.